ამ დროს საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც ერთ წუთში დედა ჩემი მცემდა. კი, 26 წლის ვარ, მაგრამ როცა რამეს ვაშავებ, დედა დღემდე მცემს. მას მალევე მოესმა ხმა თუ როგორ დაიქცა რძე და თავი შემოყო. უკვე ვიცოდი, რომ მალე რაღაც დიდი მელოდა. ვცდილობდი თვალებით მიმენიშნებინა, რომ დედა, გთხოვ, ოღონდ ახლა არ მცემოდო, ყველაფერს გავაკეთებთქო. დავუჩოქე და ვუთხარი. ამ ყველაფერს მე მივხედავ, ახლავე მოვიტანი იატაკის საწმენს და მე თვითონ დავწმინდავთქო. ამოვიტანე საწმენდი, დავიწყე წმენდა, მაგრამ რატომღაც უცებ ვიგრძენი რომ შემეხო და უკვე რაღაც ძალიან ცუდი მელოდა. დედა, რატომ მცემ მეთქი, რა დავაშავე მეთქი? ამ ახალგაზრდა ბიჭმა არ იციო, რომ ამით აღარ ავინწმენს იატაკსო? რატომ უნდა გაწმინდო იატაკის ჯოხით, როცა შეგიძლია გაწმინდო ვილე და ტურბოსმარტითო? მანქანისტარება არ ვიცი, ამას მაინც აქვს პედალი, ამით სიამოვნებას ვიღებო. ვენაცვალე ამის გამომგონებელს 99 ლარას და 95 თეთრად შევიძინეო. დეკემბრის ბოლომდე აქცია მიმდინარეობსო ამ ფასშიო. კარგად გამლანძღა, მამაილაო, ბებიაილაო, ბიცოლაიაო, რა ვიცი, ბიძაილაო. ვერავის ვერ იტანს. საბოლოოდ კი დააწკრიალა და დააბრტყიალა. შეხედეთ რა სილამაზეა. ბოლოს მითხრა, მოდი დედას ჩაეხუტეო. გამოვისუნთქე, შევირიგე და მშვიდად გავაგრძელე რძისმა. აი, ახლა მართლა ვეღარ გადავრჩები ხალხო. გთხოვდე!